მოგესალმებით, ჩვენი გადაცემა არის ეთერში, რომელსაც დროში მოგზაურობა ქვია და ჩვენი სტუმარი ნიკუშა შენგელაი ახლა დაგვეხმარება, რომ ერთად მოვახდინოთ მოგზაურობა მის წარსულ გამოცდილებებში, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ მხატვრობას, არამედ მუზეუმებს, მოგზაურობას, მუზეუმებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს, შემდეგ ალბათ ძალიან ბევრ საინტერესო ფიქრს და მუზასაც, ასე მგონია. იმაზე საინტერესო რა უნდა იყოს, როდესაც მუზეუმში შედიხარ და რაღაც სულ სხვა სამყარო იხსნება და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მართლა არის, მე მგონი, არჩევანი იმისა, რომ აი ყველა მუზეუმმა თავისი ეპოქა შემოგთავაზოს და დროსა და ესთეტიკაში გვამოგზაუროს. დიდი მადლობა ბატონო ნიკუშა ჩვენთან ინტერვიუსთვის და მოცლისთვის, რომ მოიცალეთ რადიო იმედის ეთერში გაგვიზიაროთ თქვენი სამუზეუმო და სამოგზაურო გამოცდილებები. მადლობა. საიდან დავიწყოთ? მოწვევისთვის ისეთ თემას ეხებით, რომელიც ჩემი სულიერი გასაქცევია და ისე რომ პირიქით, მადლობა თქვენ, რომ ესეთ შემეცნებით და საგანმანათლებლო რუბრიკას უძღვებით. ვცდილობთ, რაც შეგვიძლია, რომ ადამიანებს მივცეთ სურვილი იმის, რომ აი დაიკმაყოფილონ ეს წყურვილი, რაც მოდის სწორედ მოგზაურობიდან, მუზეუმებიდან, მხატვრობიდან, ლიტერატურიდან, რა ვიცი, ყველაფერი კარგიდან, რაც დიდ ადამიანებს შეუქმნიათ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანი არა მხოლოდ პურით არის, რა თქმა უნდა. ის სულიერი საზდო მთავარი ზუსტად იკრიბება ესეთ მუზეუმებში. და მადლობა ღმერთს ძალიან დიდი ისტორია კაცობრიობას, განსაკუთრებით დაწყებული, არ ვიცი, შუმერებიდან, ეგვიპტიდან, ბერძნული კულტურიდან და ხელოვნებიდან, შემდეგ აღორძინება და შემდეგ. ჩვენ საიდან შეგვიძლია დავიწყოთ თქვენზე რა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იქიდან, თუ რაღაც პირველი შთაბეჭდილებებიდან, რომელიც თუნდაც ახალგაზრდულ გასვლებს უკავშირდებოდა? მე ამ შთაბეჭდილების ქვეშ დღესაც ვიმყოფები და ყოველთვის ჩემი მოგზაურობა იწყება და თავდება ამ სივრცეებით და ხა ეს გასაკვირი არ არის, მხატვარი ვარ თვითონ და მაგრამ თუ თანმიმდევრულად მივყვებით, თქვენ ახსენეთ სხვა ეპოქა შეკრებილი და სხვა მუზეუმებში ესეც არის ბევრი, მაგრამ არის მუზეუმები, რომელშიც ყველაფერი შეკრებილია. მაგალითად, ახლა ლუვრში ეგვიპტიდან ესეთი ეგვიპტეა სკულპტურები და ესეთი ეტრუსკებია და საინტერესო იგივე ბრიტიშ მუზეუმში, იმიტომ რომ იცით რომ ეს ყველაფერი წამოიღეს ეგვიპტელებმა, ფრანგებმა, ინგლისელებმა, ფრანგებმა და ხო უზარმაზარი, ასევე ბერძნული. ხელოვნება უდიდესი, რომელიც შეიძლება ეზიარო როგორც საბერძნეთში თვითონ არქიტექტურას დამძეგლებს, მაგრამ უმეტესობა მაინც მუზეუმებშია დაცული და შეიძლება რა თქმა უნდა ეზიაროთ. სხვათა შორის ახლა კაიროში ხო გაიხსნა ძალიან დიდი და ესეთი მასშტაბური მუზეუმი და გაცოცხლდა საუბარი იმაზე, რომ ხო არ არის დრო, რომ დაიბრუნოს ეგვიპტე. რაღაც ექსპონატებს უბრუნებს სხვათა შორის და არის გახსნილი, კი ბატონო. ესეც ბუნებრივია, რომ იქ იყოს საცა დაიწყოს დიდი კულტურა და ხელოვნება, რა თქმა უნდა. თუმცა ბერლინს რო ნეფერტიტი გამოაცალო, ჩემთვის ბერლინი დაკარგავს ძალიან ბევრ რამეს, იმიტომ რომ ნეფერტიტი არის ჩემთვის რაღაცა ცენტრი ამ ქალაქში, ერთ-ერთი მთავარი სანახავი. კი ბატონო, მაგრამ ნეფერტიტი ყველგან ნეფერტიტი იქნება. კი, ეგ მართალია. თვითონ ექსპონატი განაპირობებს იმ ემოციებს და არა ადგილი. უბრალოდ როგორც შეკრებილია ხა ჩვენ საზოგადო საშუალება მივდივართ იქ უყურებთ, ხო, იმიტომ რომ აი საუკეთესო მაგალითად რემბრანტი არის რუსეთში. ერმიტაჟში და პუშკინის მუზეუმში არის საუკეთესო რემბრანტი, რომელიც გოლანდიელებსაც არ აქვთ. და რა ვიცი, იგივე თქვათ, შეიძლება ითქვას ლეონარდოზე მადონა ლიта იქ არის ლუვრში ჯეოკონდა მისი ჩემი საყვარელი ნახატი მადონა კლდეებში ორია, ერთი არის ბრიტიშ მუზეუმში, რომელიც დამთავრებულია და ცოტა დაუმთავრებელი თვილი ლუვრში კიდია. ნუ ეხლა ესპანელების ნახვა თუ გინდა, რა თქმა უნდა, ეხლა პრადოშია საოცარი. თუ გოია გინდა ნახო, ველასკესი გინდა ნახო, სურბარანი გინდა ნახო, ეს პრადოა ყველაფერი და სხვათა შორის ვენაშია ძალიან კაი კოლექცია, მაგალითად მისი ბრეიგელის საუკეთესო კოლექცია არის ვენაში. ვენაშია ბრეიგელი, ხო? ვერმეერის ალეგორია არის ვენაში, მაგალითად შედევრი ეს. გამოდის რომ ეს ავტორები
მხატვრები თავიანთ მისამართზე არის უფრო ნაკლებად იძებნებიან. ნაკლებად იძებნებიან. უფრო სხვადასხვა გალერეებში. კი ბატონო, ესეა ხო. ნუ ეხლა ეს ისტორია, ვინ იყიდა მაშინ, ვინ წამოიღო, ვინ დაიპყრო, ვინ საწაიღო, როგორ წაიღო ამას. მაგრამ თავარია რომ არ დაიკარგა და დღეს არის და არის იმ შესაძლებლობა რომ მიხვიდე და ეზიარო ყველაფერს. დიახ. საერთოდ სხვა სივრცეა, იცით ეს სამუზეუმო სივრცე თითქოს დროა გაჩერებული, იცით შიგნით რომ შევდივარ ხოლმე რა. საერთოდ ხანდახან არც ემთხოვა არსებულ გარემოს და დროს ის განწყობა და ისაც შიგნით არის რა. იგდევს ის დიდი სულიერი თავგადასავალი და კულტურა კაცობრიობის, რომელიც დღემდე მოვიდა ჩვენთან. რომლის გაგზელების გარეშე და იმის არაფერი არ არის კაცობრიობა. ჩვენ მხოლოდ ფიზიოლოგიური არსებები ხო არა ვართ რა. ეს დიდი სულიერება ზუსტად აქ არის რა. ადამიანს რო აქ ამისი შექმნის სურვილი, მერე უნარი და მერე ამის გადმოცემის და ისეთი ენერგეტიკა დევს შიგნით, რომ ამას ენითაც ვერ აღწევ, იცით. აი არის ეპოქები მაგალითად, საცა შეხვალთ მუზეუმში და კიდია 10, 20, 100 ძალიან საინტერესო ხატვრები, მაგრამ აი გამოარჩევ რა კიდია რემბრანტი, ველასკესი კიდია თუ სეზანი კიდია ცოცხალია ეს. აი ეს დიდი მხატვრები, გენიოსები, რომლის ვერც აღწევ როგორ გადადის ეს ყველაფერი, გესმით? და დრო გადის, მაგრამ ის იქ არის იმ მომენტში. დიახ. სულ გაჩერებული და ცოცხალია. ცოცხალია და თაობებს ისტუმრებს. და თაობებს აზიარებს იმ რაღაცა მშვენიერებას. აი მშვენიერების ახმით დაიწყო ხელოვნება, ამის სურვილით გადმოცემით, საინტერესოს გადმოცემით გადაიზარდა მერე და 1000-ნაირ მხატვრები არიან. იმპრესიონისტები მაგალითად ძალიან საინტერესო ორსეი საფრანგეთში. მე საერთოდ ორსემ მიმახედა სხვანაირად მხატვრობის. აი თვითონ ამ მუზეუმმა გააკეთა ეს ყველაფერი მახსოვს რა. სხვათა შორის ყოფილა შემთხვევები, რომ დაწერილა და ფოტოები და ვიდეოებიც არსებობს, რომ ადამიანები აი ამ ენერგიას ვერ უძლებენ, ზოგიერთ ტილს იწყებს პირდაპირ, ზოგიერთი დავარდა რამე? მე ავიღებ სიგარეტი. კარგი, თორე. ზოგიერთი ტილს იწყებს პირდაპირ, ხა ყოფილა შემთხვევა, თუნდაც ვატიკანში განკითხვის დღის წინ რო დგება ადამიანი, რაღაცა კარგავს თლიანად ყველაფერს და შიშულდება, თუნდაც პიეტა, მიქელანჯელო, აი ბევრი შემთხვევა რომ აი ეს ენერგია ძალიან პირდაპირ ხვდება ადამიანს. კი, არიან ეგეთი სენსუალ გზნობიარი ადამიანები, რომლებიც ესე გამოხატავენ თავის ემოციებს ამა თუ იმ შედევრის წინაშე რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა აქვს ამას. ეს უხილავი ძალაა, ხო, ეს ხო ემოციური და ვიცი, აი რაღაცა შინაგანი ენერგიის სამყაროა, რომელსაც ვერ აღწევ ფსიქოლოგიურად, რომ რას იძლევა ეს, ხო? ეს ხო არ არის კონკრეტული რაღაცა მოცემულობა, არ ვიცი, გემრიელი საჭმელი ან რაღაცა. ეს არის ძალიან დიდი სულიერი საზდო. ეს არის ღვთის ადამიანში რაც დევს, მე ესე მგონია. თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად რა სტილის მხატვრები ან რა ეპოქის მხატვრები მოქმედებენ ემოციურად, აი ყველაზე მეტად. მე რა ყველა ეპოქის შედევრი ჩემს ემოციურად მოქმედებს. ნუ რა თქმა უნდა, განსაკუთრებით აღორძინების ეპოქაა ძალიან საინტერესოა. ჩემთვის შემდეგ იმპრესიონისტები ძალიან საინტერესო ეპოქაა. თავისთავად, მაგრამ მე მაინც რემბრანტი, ვერმეერი და ამ ხატვრებთან უფრო რაღაცა სიახლოვეს ვსვამ. რემბრანტი, ვერმეერი, მოკლედ მაინც უფრო ჰოლანდიური კულტურისკენ წავედით. ხო, არა, ნუ ეხლა რას ვიზახი ეპოქას, რომ ეხლა ლეონარდოს ავს ლაპარაკობს საერთოდ, ხო? არ ვიცი, კარავაჯო, არ ვიცი, 1000 ხატრები. საერთოდ დაიწყო ხა ყველა სულში აუცილებლად ოფიციაში წავიდნენ, იმიტომ რომ მთელი აღორძინება დაიწყო ჯოტოდან. გენიალური ჯოტოებია იქა. და მიყვები ეს რა ქვია გარეთ კულტურები, არ ვიცი, ვინ არ არის იქა და ლეონარდო თავდება გენიალური იქ ეს არის ხარება და მოგვების თაყვანისცემა, რომელიც დაუმთავრებელია რა. ნუ საოცარია ეს, არ ვიცი, ფილიპო ლიპი გინდათ იქ თუ ჩიმაბუეა მასწავლებელი ჯოტოსი, მაგრამ
ოფიცი არის ესეთი აღორძინების აკვანი რა, როგორც მუზეუმი, ასე ვთქვათ, ხო? აი, მუზეუმების გარეთაც გახვალ და დონატოლოს ერმესი ქუჩაში დგას პირდაპირ და ხო, ყველა ქვა, ყველა სკულპტურა ისტორია. ну იტალიას ყველა ქალაქი მუზეუმი აქვს მე მგონი საერთოდ ისე და თვითონ მუზეუმების ეს არქიტექტურა ეს განლაგება როგორ არის დარბაზები გაკეთებული ეს ხო ცალკე ხელოვნება აი თქვენთვის საყვარელი მუზეუმი რომელია რომელიც ყოველთვის კარგად გაგრძნობინებთ თავს და სულ ნახავდით სულ დაბრუნდებოდით სულ ბრუნდები მაგალითად ვენის მუზეუმში ასევე უფიციში და ძალიან მიყვარდა ერმიტაჟი მოდით ხანი ვეღარ ჩავედი იქ იმიტომ რომ საოცარი კოლექცია აქვს მათ ხო აი როგორც თქვით ბევრი მხატვრის საუკეთესო რემბრანტი საუკეთესო აქვს დიახ პუშკინს და ერმიტას საუკეთესო რემბრანტი აქვს ძალიან საინტერესო ლეონარდო აქვს მადონალი და იქ არის გენიალური სხვა შორის პიკასო, მატისი, სეზანი, ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრების უმანდარი. ო, აი, ავიცი ესე მაგრამ პრადო მიყვარს კიდე ძალიან, იმიტომ რომ ნუ იქ ისეთი გოია და ისეთი ველასკაშია, რომ სხვაგან ვერ ნახავ ესეთ. პრადოში მე დამემართა ერთი კურიოზი, რატომღაც ბოსხს ვეძებდი ქართულად, ბოსხის. ბოსხის არის. ხო და ბოსხის ტრიპტიხის ნახვა მითოდა, ნუ ვერ ვიპასუხა რომ სად იყო და ბოლოს გადავშალე წიგნი და მეთქი ელ ბოსკო. ელ ბოსკო და აგერ ბატონო მიბრძანდა. კი ბატონო, ესპანურად ეგრეა. ესპანურად ეგრეა. ვენაში საინტერესო ბოსხებია. მაგრამ ბრეიგელია, ნუ სასწაული. ყველა მისი საუკეთესო ნახატი იქ არის წარმოდგენილი. რა საოცრებაა მართლა ხო ოდესღაც ერთმა ადამიანმა თავისთვის მარტომ რაღაც ნახატა. ეს უმახსენდება ხოლმე ვან გოგის ძმის მოგონებები, რომ როდესაც გარდაიცვალაო ოთახშიო მისი სავსე ტილოები ქონდა ოთახიო, მეტი არაფერი არ ქონდაო. როგორ შეიცვალა შემდეგ ყველაფერი, რომ დაფასდა სულ სხვანაირად. იყო დრო, როდესაც საერთოდ ვერ ხვდებოდნენ ამის ფასი. ბუნებრივია რა, ემდენად ზნობიარი ამ ხატვარი და რაღაც რომ ყოველთვის თავის დროს უსწრებენ ხოლმე. ძალიან ბევრი ხატვრები. ეხა ვან გოგის დროს თითქმის ყველანი გოგენი გინდათ, მოდელიანი გინდათ, ვინც გინდათ ამ ეპოქის ხატვრებმა ყველა მშიერი გარდაიცვალა და უპატრონო მაშინ არ ფასდებოდა მათი ნამუშევრები. აღორძინების დროს არ იყო უფრო ესე, იცით, უფრო ეთყობა არისტოკრატია მზად იყო, რომ განსხვავებებინა და შეკვეთებს აძლევდნენ დიდ ხატვრებს რა, რატომ მოახატინეს მიკელანჯელოს სიქსტის კაპელა, რატომ უკვეთავდნენ პიეტას და ასე შემდეგ, ლეონარდოს და ამათ. ეს შემდეგ უფრო რაღაცა გაიზარდა ბზარი რა, ჩვეულებრივ ადამიანებს შორის და მხატვრებს შორის და ისინი უსწრებდნენ დროს. მე პასტებოდა მათი ეს ნამუშევარი ვიდრე ცხოვრებაში. საერთოდ ესეა მხატვრული ღირებულების დამნახავიც უნდა იყოს ადამიანი. იყვნენ ერთეულებები, ვინც ხედავდა იმ დროს, მაგრამ ესე დღესაც არის. დღესაც არის ხო ეს პრობლემაა, რომ ცენზე აღარ არის შემფასებელი იკლებს არ ესმით რა კეთდება და აწოდებენ ისე როგორც უნდათ რა რომ გაკეთდეს. აი თანადროულად, როდესაც არის შემოქმედება, იქვე რომ იყოს შემფასებელი. ამაში ხო ისეთი შინაარსი და ღირებულება დევს ხატრული რომ ფასი კი არ განაპირობებს ამას. ის იმის დამნახველი უნდა იყოს, უნდა იცოდეს ადამიანმა რას უყურებს, რას აღიქვამს. ამისთვის საჭიროა ეს ადამიანი მზად იყოს თვითონაც როგორც იტყვიან ქართველები, კაი მткნოს, კაი გამგონი უნდაო, ხო? კაი მწერალს, კაი მკითხველი უნდაო. ესეა მხატვრობაში, შენ უნდა იცოდე, გზნობდე ერთი და მეორე უნდა აქამდე იცოდე ისტორია საერთოდ მხატვრობის, რა, როგორ, რანაირად იყო, რომ ეს დიდი მხატვრებიც, პიკასო და ისინი აქედან მივიდნენ იქ, თქვენ რომ ნახოთ მათი ახალგაზრდული ნამუშევრები, ხო? ეს ფიგურატიული რეალური ყველაფერი სწავლის პროცესია და მე შენი გამოცდილების, ну, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნიჭის. შემდეგ რას აკეთებ, რა? ამიტომ ყოველთვის დროს უსწრებდნენ და არ იყვნენ დაფასებულები თავის სიცოცხლეში. თავის სიცოცხლეში და მე რაღაც თითქოს სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომ არტისტი და ნიჭიერი უნდა იყოს აუცილებლად გაჭირვებული. თითქოს ეს გაჭირვება განაპირობებს იმ რაღაცას. არაფერს არ განაპირობებს, ყველას უნდა და კაი ცხოვრება ნორმალური, მაგრამ ესეთი ბედი ეწიათ, რომ ვერ გებულობდნენ მათ ნამუშევრებს საზოგადოება.
აი ეს სწორი ნათქვამია, რომ ნამუშევარი თუ გაქვს სახში, ერთი ტილო მაინც, რაც უფრო დრო გადის, მით მეტად ფასდება. თვითონ ღირებულებითაც იქნება და ერთი ნამუშევარი თუ გაქვს სახში, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ქონების პატრონი ხარ, ანუ დროსთან ერთად იწევს. ნამუშევარს გააჩნია. ხო, არა, კარგ ნამუშევარს გულისხმობ. კარგს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ზრდადია მისი. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა როცა მე უკვე აღიარებენ და იციან ამის ფასი, ანდახან დროს უმატებს ფასს. თვითონ დრო რა. ყოფილა შემთხვევები ავტოგრაფებიც კი მე რა ფასად გაყიდულა. რა თქმა უნდა, კი, იმიტომ რომ ამის მუშტარი არის ყველა. ნუმიზმატები, კოლექციონერები, ზოგი რას აგროვებს, ზოგი რას და არის ესე. საერთოდ ისტორიული ნიმუშები არა მხოლოდ ხატრული, არამედ ვიცი, ყველანაირი იძენს ფასს დროში, რა თქმა უნდა. ხო. კი. ხო, იმიტომ რომ ახლა ბიოგრაფიებს თუ გადავხედავთ, იყვნენ მხატვრები, რომლებიც რაღაც ყველა სადღაც თითო პატარა გრაფიკას ჩაუხატავდნენ, წააწერდნენ ხელს და მერე ამ ყველაფრით ხალხი აშენდა. კი ბატონო. ისეთ შემოსავალი ნახა. ეგეთი ისტორიაც იყო, რომ პიკასო ბოლოს მუჟანში ცხოვრობდა და ვიღაცა დიდრებმა დაიწყო საშენება ვილების ეგ რო გადავიდა და ვიღაც ამერიკელი დიდი წარმოებელი იყო და თხოვა რომ რაღაცა პიკასოს იჯდნენ კაფეში და ესე 2 წუთში რაღაც მოხაზა და მიცა და რამდენიო და ნუ პიკასო ხა ზუსტად არ მახსოვს უთხრა მილიონიო თუ რაღაც იმას შეუცხადია რომ მილიონსო მეო ვაკეთებო ერთ წელიწადში თუ რაღაც 3 თვეშიო თუ რაღაც და 2 წუთშიო როგორ გადაგიხადო და გამოართო და უთხრა ამ 2 წუთის უკანო 50 წლის პიკასო არისო თუ გინდა იყიდე თუ გინდა არა აი ეგ არის რაც წერან თქვით რომ ამას დაჭირდა დრო რომ ეს ავტორები აქამდე მისულიყვნენ რა თქმა უნდა ხო იმიტომ რომ წლებიც დევს ამაში აბარა მოდილიანზე რო ფილმია გადაღებული იქ არის ერთი მომენტი პიკასო და მოდილიანი მიდიან სახლში რენუართან რაღაც საოცარი ვილაა და სადაგიჯდათ ეს ვილა ახალგაზრდა მოდილიანი ეკითხება და 1-2 ჩანახატია. რენუარი უდიდეს ხატვარი იყო. უდიდეს ერთ-ერთი მაგათში. ესე იგი თქვენ მაინც უფრო რენესანსი და იმპრესიონიზმი. ხო, კი ბატონო. მაინც ესე ვყალიბდებით, ხო? კი ბატონო. დღევანდელი ინტერვიუსთვის რომ ემზადებოდით, ვფიქრობდი რომ რაღაცა შემეხამბინა და ეს მაინც უფრო თანამედროვეა ენდი უორჰოლი, მაგრამ რატო შევახამე ზურგზე ამ მაისტროს აწერია რომ ჩვენ ყველანი ცნობილები ვიქნებით მხოლოდ რამდენიმე წუთით ენდი უორჰოლის გამოთქმა. მაგრამ დღევანდელ ინტერვიუში მე მგონი ჩვენ ისეთ ხალხზე ვისაუბრეთ, რომ წუთები არა. ეს სხვა ეპოქა იყო, იცით, ენდი უორჰოლის. ეს თანამედროვეა რაღაცა. ეს ისეთი მარკეტინგული და კომერციული ეპოქა იყო. ენდი უორჰოლმა კარგად დაუჭია, ნიჭიერი კაცი იყო ამას მომენტი, ხო. და შექმნა თავის ხელწერა რა. კაი, გადაქონდა იმითი, რა ქვია, სლაიდოსკოპით ნახატებზე, შემდეგ ფერებს თვითონ ირჩევდა, რაღაცებს აკეთებდა. და მე ეს მკვეთრ ფერებში ერთნაირები მე ადამიანებს სურვილი აქვს ეპოქა ისეთი რამეა, რომ რაღაც ახალის ნახვის, ახალი შობის. ამიტომ ყველა ესეთი საინტერესოა თავში. ემერე რო იმეორებენ ის აღარ არის საინტერესო. ხო? თორე თავის დროზე თანამედროვე ხელოვნებაშიც ისა უფრო კონცეპტუალური გახდა რაღაცა შენ უნდა ახალი გააკეთო, რაღაცით გააკვირო, რაღაცა ვაწონო. ამაში ნიჭიერია ხალხი, ნიჭიერად აკეთებს და რაღაცა შეება და მაგრამ მე მოყვება ძალიან ბევრი რაღაცა რომელიც კომერციისთვის მეორდება, რომელსაც უკვე ფასი არ აქვს. მაგრამ ეგ ყველაფერი ბრუნავს და ისინი რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ესენი არიან და არიან. დგას და რამდენიმე წუთით კი არა უკაცრავად ენდი. საუკუნეებით. კი ბატონო, იმიტომ რომ ეგეთვე რაც გითხარით მანამდე. მათ მოახერხეს გარდა იმ დიდი ოსტატობისა და რაღაც ის რომ როგორ გადადის არ ვიცი, მაგრამ სიცოცხლე გადაიტანეს. მათი ნამუშევრები ცოცხალ რო გეძახიან რო შედიხარ. აი ზუსტად იგივე ტექნიკის მხატვარი კიდია. აღორძინებს გვერდზე, მაგრამ მკვდარია. აი მიდიხარ და გეძახის ეს. აი ეს რაღაცა მისტერია დევს ამაში რა ხელოვნებაში. მართლა ესეა. ოხ, რა კარგია მოგზაურობა, მუზეუმები და დიდი კილოები, რომელიც სხვადასხვა ეპოქიდან ყველას ურჩევ რომ არ დაეზარონ და აუცილებლად სულიერი საზდო მიიღონ, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის ბედნიერება, ღვთისგან მოძებული ბედნიერება. აბსოლუტურად გეთანხმებით. და დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მადლობა თქვენ. ნიკუშა შენგელაიასთან ერთად საუბრობდით
როგორ ვთქვა, რაზე ვსაუბრობდით, ხო, რაღაც დიდ მხატვრობაზე და გენიურზე. ადამიანის სულიერ გადასავალზე. ზუსტად ასეა. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. შევხვდებით მომდევნო კვირას სხვა სტუმართან და სხვა სასაუბრო თემატიკასთან ერთად. მადლობა ყურადღებისთვის.